თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით როცა საქმე გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტების განხორციელებას ეხება. თურქეთში გამართული ნატოს სამიტი გახდა დღევანდელი გადაცემის ინსპირაცია ერთი მხრივ და მეორე მხრივ ვაგრძელებთ სტუმრებთან ერთად მსჯელობას ანაკლიის პროექტის ბედზე, რამდენად რეალისტურია ან რაზეა დამოკიდებული ის, რომ რეალისტური იყოს უკვე 2029 წელს პირველი გემის შემოსვლა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. ზაზა შენგელია, ვანო მაჭავარიანი, გიორგი კაჭარავა იმსჯელებენ ჩემთან ერთად. ნატოს სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს ანკარაში გაიმართა, საქართველო მიწვეული არ იყო. მაშინ როცა 32 წევრი სახელმწიფოს გარდა მონაწილეობას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებდნენ, მათ შორის ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უკრაინა. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში დაესწრო ღონისძიებას მოკავშირეები ანკარაში, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალური კვლევების ფონდი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამიტის პარალელურად ამგვარ განხილვებში საქართველოს მოწვევა, მონაწილეობა. ჩვენთვის ეს არის დამატებითი შესაძლებლობა საქართველოს პოზიციების შესახებ საუბრისთვის და რა თქმა უნდა, ამ პლატფორმასაც ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი, ჩვენი როლი რეგიონში და უფრო ფართო რეგიონში საუკეთესოდ იყოს წარმოჩენილი. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც თავად აქვს უსაფრთხოების გამოწვეული, რომელიც ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია რეგიონში უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით და როდესაც ჩვენ რეგიონზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, დაკავშირებადობის კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოს როლის წარმოჩენა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა მზარდია, ხოლო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის დაკავშირებადობის და ეკონომიკური მარშრუტების განვითარების მიმართულებით. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები ქვეყნის წარმატების საფუძველია. ქვეყნის ტრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასთან გადაჭაჭულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაც, რაც უფრო მეტად იქნება დამოკიდებული საერთაშორისო ვაჭრობა, მათ შორის ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების ინტერესები ამ დერეფანზე. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მით უფრო გაიზრდება საქართველოს უსაფრთხოების ფასი საერთაშორისო ასპარეზზე. ამ კონტექსტში საინტერესო აქცენტი დასვა დღეს დილით საქმიანი დილის ანალიტიკის ბლოკში გია ხუხაშვილმაც. ბავშვების ანაკლიაში ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი იგივე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხითაც, ხო? გამომდინარე იმ ტექნიკური მოცემულობიდან, რაც ანაკლიას ახასიათებს, იცით, რომ შავ ზღვაში საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს ნატოს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ეხა რუსეთს ბევრი პრობლემები აქვს, ჯერჯერობით მაინც დომინანტურ სამხედრო ძალად რჩება შავ ზღვაში, მაშინ როდესაც შავი ზღვის აკვატორიაში 3 ნატოს ქვეყანაა და 2 პოტენციაში, ხო? უკრაინა და საქართველო ყოველ შემთხვევაში თეორიულად ესე მოიაზრება. და ამ დროს რუსეთი დომინანტურია და აი აქ ბალანსის აღდგენისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაა შესაქმნელი. ანაკლიაზე ამ მიმართულებითაც შეიძლება სამომავლოდ ფიქრი. დღეს ანაკლიის სპორტის პროექტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. მე მინდა ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავხადო განსაკუთრებული მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიდგომით პროექტის გაგრძელება. თქვენ იცით, რომ მანამდე იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. სახელმწიფო წარმართავს ამ პროცესს და შემდეგ უკვე ოპერირებაში რამდენიმე სუბიექტს შეიძლება გადაეცეს ის სპორტი, რომელიც დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც ასევე უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები
ანაკლიის პორტში და ეს არის აუცილებელი ანაკლიის პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. ანაკლიის პროექტის როლთან დაკავშირებით ამ გადაცემის ეთერში არაერთი მოსაზრება მოგვისმენია, მათ შორის საკამათო მოსაზრებებიც, თუმცა ყველა ამ მოსაზრებაში ჩანს ანაკლიის პორტის ორმაგი როლი, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის მიმართულებით. ეხლა რაც შეეხება ანაკლიას, როგორც ასევე ვთქვით, ხო, მან კითხვის ნიშნები რასთან დაკავშირებითაც არის საერთო ჯამში. ერთი ეს არის, რომ ტვირთი, როგორც ასეთი, ხო, ქართულზე როგორც გზამავე ტვირთს რა მოიტანს და მე თუ გააჩენ ამას მოვა თუ არა, ეს ერთი. მეორე ის არის, რომ რა საფრთხეებზე და რისკებზე ვინ აგებს პასუხს? რისკის თავზე ამღები ვინ არის, როგორც ესე წეგან ახსენეთ თქვენ ბევრი რაღაცა, მათ შორის მაგალითად ამერიკის მთავრობა და ამერიკის მთავრობა ამას როგორ უყურებს, როგორც პოლიტიკურ პროექტს, თუ უყურებს როგორც ბიზნეს პროექტს. ბიზნეს პროექტი რო იყოს, მთავრობა რაში გჭირდება მაშინ? თუ ბიზნეს პროექტი არის, მაშინ ხო ბიზნესი ისედაც მოვიდოდა, რა ვიცი, უამრავი სხვა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი მოვიდოდა და გააკეთებდა, რატო გჭირდება მაშინ ამერიკის მთავრობა? რისთვის არის, ანუ რა უნდა გააკეთოს ამერიკის მთავრობამ როგორც ასეთმა იქ? ხო, რა სიტყვა უნდა თქვას? უნდა თქვას, რომ არა, სხვა რამეს ვიძახი, ცუდი არაფერი არ არის. მე უბრალოდ ვიძახი, შეკითხვას პასუხი უნდა გავცეთ, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში არის, რომ სასურველის რეალობად გასაგებას ვცდილობ და მე ამაში ვიბნევით რა, იმიტომ რომ რეალურად საუბარი რაზე არის? ვინ არის, ანუ პასუხისგებლობის ამღები ჯგუფი, აი ვინ საბოლოო ჯამში ის რომ ის უსაფრთხოთი ფუნქციონირებს, ვინ ამბობს ამას? საქართველოს მთავრობა იტყვის, ამერიკის მთავრობა იტყვის, ამერიკას რატო ჭირდება როგორც პოლიტიკური პროექტის განხორციელება? ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, იმიტომ რომ რეალურად ჩვენო ვიცოდეთ, თუ ამას იტყვის, ეს იქნება იდეალური გასაგებია, იმიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ ის იღებს რაღაცა ტიპის პასუხისგებლობასაც. პირველადი კითხვა ესე არ უნდა ჟღერდეს, რომ ვინ იღებს ამაზე უსაფრთხოებას. კითხვა ჟღერს იმაზე, შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ უსაფრთხო იყოს ეს პროექტი და უსაფრთხო იყოს ის პოტენციალი, რომელზეც აქ ვლაპარაკობთ. ეს არის სწორი კითხვა. რას ვაკეთებთ ჩვენ, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო ამის უსაფრთხოებისთვის, თუ ყველას გაცნობიერებული გვაქვს და შეთანხმებული გვაქვს, რომ გვართ ის აუცილებელია და მნიშვნელოვანი. ეს ერთი და მეორე, უბრალოდ გახსენებისთვის, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ბაქო-თბილისი ჯაიხანის პროექტის ამბები და ეს ამ საუბრის დროს ორ სხვადასხვა თემას ეხება. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ბაქო-თბილისი ჯაიხანი პირველი უსაფრთხოებაზე, მაშინ ცოცხალ ომში იყო საქართველო, ცხელ ომში იყო, ბომბები პირდაპირ მნიშვნელობით ცვიოდა, როდესაც ბაქო-თბილისი ჯაიხანის პროექტის შესახებ იყო გადაწყვეტილება მიღებული და თეორიული კი არ იყო ეს მსჯელობა, აი დრონი ერთი დრონი რომ მოხდეს. არამედ იყო აბსოლუტურად პრაქტიკული და რეალური ცხოვრების იმ მომენტის მოცემულობა, რომ ბომბები ცვიოდა, რეალურად ცვიოდა, მაგრამ ეს საკითხი გადაწყდა და ბაქო-თბილისი ჯაიხანი გახდა არა მარტო თავად უსაფრთხო პროექტი, არამედ გახდა საყრდენი და ძირითადი ხერხემალი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. არ ვიცი, მე მგონი აღარ გავაგზავნოთ, ხო, გასაგები არის, რასაც ისი თქმაც მინდა. ანაკლიის ფუნქციაც თავის დროზე ზუსტად ესე იყო დანახული და კი რა, ეხლა მორიდებით უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ანაკლია საქართველოსთვის პოლიტიკური პროექტი იყო პირველ რიგში და შემდეგ იყო, ამის შემდეგ იყო მხოლოდ ეკონომიკური, ფინანსური და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური როლი და მნიშვნელობა უნდა დავაკრინოთ, ან არ არის საინტერესო, ან ამაზე არ უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ ანაკლიის იდეა არ გაჩენილა და არ დაბადებულა როგორც ეკონომიკური პროექტის მის იდეა დაიბადა და გაჩნდა როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პროექტის, როგორც ქვეყნის თავარი პოლიტიკური პროექტის, თავის თავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. თავარი კითხვა, რომელიც აქ უნდა დავსვათ, როცა ესეთი ამბიციური განცხადებები კეთდება, რომ არ ვიცი, რაღაცნაირად კიდევ ერთხელ ამბობ, განცდა მქონდა, რომ სხვა ქვეყანაზე ვლაპარაკობდით. თავარი კითხვა არის ის, რა არის საქართველოს კომპეტენტური უპირატესობა, აი competitive advantage-ს ასახე. საერთოდ ვინმეს რატომ უნდა აინტერესებდეს საქართველო, ან ყაზახეთში, ან ჩინეთში, ან ამერიკაში. რა კომპეტენტური უპირატესობა გვაქვს ჩვენ და ითქვა უკვე და აღარ გავიმეორებ, რომ ტვირთების ძალიან მცირე რაოდენობა მოდის ჩვენსკენ. ისევე როგორც ბაქო-თბილისი ჯაიხანი და წეგან თქვი ორ ასპექტში არის მისი გახსენება დღეს მნიშვნელოვანი თქო და ეს არის მეორე ასპექტი. ბაქო-თბილისი ჯაიხანი მოგონილი მარშრუტი იყო. ხელოვნურად შექმნილი მარშრუტი იყო. უფრო გრძელი, უფრო ძვირად ღირებული და უფრო რისკიანი, ვიდრე ყველა მისი შესაძლო ალტერნატივა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო თავის დროზე მიღებული და ის ცნობილი შამპანოვის ბოთლის გახსნა სტამბოლში იყო ყველაზე უფრო ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი ჩვენი ქვეყნის მინიმუმ 20 წლით უსაფრთხოების და გადარჩენისთვის.
მართალია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა არ წარმოადგენს ნატოს ძირითად მიზანს, მაგრამ მისი ფუნქცია უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოფს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ნატოში გაწევრიანების პროცესი მმართველობის ნაწილში დიდწილად იკვეთება ევროკავშირის მოთხოვნებთან, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობის ეფექტური სისტემები, კორპორაციული უსაფრთხოება, საკუთრების დაცულობა, რაც უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად აუმჯობესებს ეკონომიკის ინსტიტუციურ ჩარჩოს, ამცირებს გაურკვევლობას და ქვეყანას გარე შოკებთან მიმართებით გაცილებით მედეგს ხდის. საქართველოში ნატოში გაწევრიანების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა ტრადიციულად მაღალი და სტაბილურია. ბოლო წლების განმავლობაში გეოპოლიტიკური ძვრების და შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის მიუხედავად ალიანსში ინტეგრაციის მსურველთა რაოდენობა საშუალოდ 67-70%-ის ფარგლებში ნარჩუნდება. მათ შორის, ვინც მხარს უჭერს ალიანსში შესვლას, უმრავლესობა მთავარ მიზეზად უსაფრთხოების გარანტიებს და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ასახელებს. მათ შორის, ვინც მხარს არ უჭერს, დაახლოებით 15-20%, ძირითად არგუმენტად მოჰყავთ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირების შიში და მოსაზრება, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება რეალისტური არ არის. რამდენიმე წლის წინ IPRC მოამზადა პუბლიკაცია, სადაც დეტალურად აღწერა ნატოში გაწევრიანების ციკლი, რომელმაც ახალ წევრებს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის უფრო დიდი შესაძლებლობები მოუტანა, რასაც ახლა თვალსაჩინოდაც ხედავთ თქვენს ეკრანებზე. ნატოს და ევროკავშირის წევრობის უპირველესი ეფექტი ეკონომიკის გაძლიერება იყო, რამაც მხარი დაუჭირა ქვეყნების უსაფრთხოებას და ეკონომიკურ სტაბილურობას. სტაბილურობა, რომელიც ნატოში წევრობამ მოიტანა, საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებისთვის. ნატოს ეფექტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და სლოვენიის მაგალითებზე რიცხვებში შემდეგნაირ სურათს ქმნის. ნატოში გაწევრიანების შემდეგ ამ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი დაუყოვნებლივ გაიზარდა დაახლოებით 1.5-ჯერ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა დაახლოებით 3-ჯერ. სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა საშუალოდ 5 წლით. ექსპორტი და იმპორტი გაორმაგდა, ხოლო დეფიციტმა თანაფარდობა აღიდგინა. მიმოხილვის ბოლოს ერთ საავტორო დაკვირვებასაც გაგიზიარებთ. თუ კი ადრე სამთავრობო ანგარიშების, პრემიერ-მინისტრების, მათ შორის თავად ირაკლი ყობახიძის გამოსვლების და საარჩევნო პროგრამების შესავალ ნაწილში ევროკავშირი და ნატო ყოველთვის განუყოფელ ტანდემად მოიხსენიებოდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდიდან მოყოლებული ეს ბალანსი ჩემი დაკვირვებით მნიშვნელოვნად არის დარღვეული. ოფიციალურ განცხადებებში ტერმინი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ნატოსაც მოიცავს, ჩანაცვლებულია მხოლოდ ევროინტეგრაციით ან ჩვენი ევროპული გზით. რას კარგავს საქართველო, როცა სხვა პარტნიორი ქვეყნების მსგავსად უშუალოდ არ ზის იმ მაგიდასთან, სადაც გლობალური უსაფრთხოების საკითხები წყდება. რა არის პრაგმატული პოლიტიკა, განსაკუთრებით ახლა, როცა მთავრობამ გადაწყვიტა ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფული დააშენოს ანაკლია და ინვესტორები გრძელვადიანი რისკების თავის თავზე აღებაზე დაითანხმოს. სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ თემაზე მსჯელობას. ზაზა შენგელია, ვანო მაჭავარიანი, გიორგი კაჭარავა მიერთდებიან პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვაინო, თქვენთან წამოვალ პირველი კითხვით. ნატოს სამიტზე არ იყო საქართველო და გამარჯობა, მაგრამ დაესწრო ღონისძიებას მოკავშირეები ანკარაში. რომელ მაგიდასთან ჯდომა სჯობს და რატო? თავისთავად არ დაპატიჟეს საქართველოს გენერალური მთავრობა ცხადია. რომ მონდომიბოდათ დაპატიჟებდნენ და არც გენერალურ მთავრობამ მოიკლა თავი რომ მისულიყო იქ და შესაბამისად უბრალოდ შეჩერებული არის ეს თანამშრომლობა იმ კუთხით, რაზეც დღეს ნატოს სამიტის დღის წესრიგში მიმდინარეობს საუბარი. ფაქტია, რომ ისიც არ არის ცუდი, რომ ამ გვერდით ღონისძიებაზე დაესწრო საქართველოს საქმეთა მინისტრი, რაც ასევე თურქეთის ინიციატივით იყო და თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ისე ვთქვათ არტოვებს მარტო, იმიტომ რომ თავისთავად თურქეთის გარეშე შავი ზღვის უსაფრთხოება, ევროპული უსაფრთხოება თუ ევროატლანტიკური უსაფრთხოება, განსაკუთრებით ამ სამიტმა კიდევ ერთხელ დაჩვენა, იმიტომ რომ ბოლო სამიტი 2002 წელს იყო თურქეთში, 2026 წელს მისი ჩატარება ანკარაში ხას უსვამს თურქეთის ძალიან მნიშვნელოვან როლს, როგორც ფაქტიურად ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს
დღევანდელ სიტუაციაში ირანის კრიზისთან გამომდინარე იქნება ეს უკრაინის, სირიის თუ სხვა. და თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თურქეთისთვის და ის რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მაგრამ ფაქტია, მან შეჩერებული ეს თანამშრომლობა ქართული დღევანდელი ქართული ოცნების მეცადინეობით ნატოსაც აქვს თავისი ლიმიტი და ფაქტობრივად შეეჩერეს ურთიერთობები, იმ დონეზე მინიმალურ დონეზე არის და თავისთავად თურქეთი, რომელიც მაინც საერთო ჯამში ხელს არ კრავს, იმიტომ რომ მას მიაჩნია, იმიტომ რომ საქართველოზე ფიქრობს ხოლმე, მას მიაჩნია, რომ აი ეს რეგიონალური თანამშრომლობა და რეგიონალური უსაფრთხოება, განსაკუთრებით მისი სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის, ახლა უკვე სომხეთის ფაქტორით შემოვიდა, მნიშვნელოვანია რომ საქართველოს იყოს ამ ტანდემში, უნდა საქართველოს თუ არ უნდა, იმიტომ რომ რეალურად არ დარჩეს საქართველოს რუსეთის ყოველდღიურად პოტენციური მოკავშირედ და თავისთავად ეს ჩართულობა საქართველოსი ამ თვალსაზრისით უსაფრთხოება იქნება ეს სატრანსპორტო თუ შუა კორიდორი იქნება თუ სხვა ამ თვალსაზრისით ეს როგორც ჩანს დიალოგი მიმდინარეობს სწორედ თურქეთის ინიციატივით და აზერბაიჯანის ხელშეწყობით. უღრმესი მადლობა ამ შესავლისთვის, დაგიბრუნდებით კითხვებით. გიორგი, აი ეს ხაზი რომ გავაგრძელოთ, ესე ვთქვათ და ბოლო დროს დამკვიდრებული ტერმინია, ეს დამკვიდრებული ტერმინი მულტივექტორული პოლიტიკა. ესე ვთქვათ, რას ნიშნავს ეს აი ქართული ოცნების მმართველობის კონტექსტში, ესე რომ ვთქვათ, დღეს რა შინაარსი აქვს მას და თქვენ ჩემსავით ეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაკლდება თუ არა ეს ტერმინი კურს აკლდება თუ არა და არის თუ არა ეს საერთოდ მნიშვნელოვანი აკლდება მე მგონი და ვითარებას და ზოგადად ქვეყნის განვითარების ასე ვთქვათ ვექტორს აკლდება. მულტივექტორული პოლიტიკა ჩვენ ყველა ვიცით რას ნიშნავს, ანუ ეს არის დაბალანსებული ურთიერთობები ყველა ძირითად მოთამაშეებთან, ვინც ახლა ვთქვათ რეგიონში არსებობს, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამომდინარეობდეს სახელმწიფოს ინტერესებიდან და არ უნდა იყოს რაღაცა ერთ მხარეს უფრო მეტად და მეორე მხარეს უფრო ნაკლებად, ხო? საქართველოს გააჩნია, ვთქვათ, კონსტიტუციით დამტკიცებული კურსი, ხო? ეს ვიცით რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხო და აი ეს ვთქვათ ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური განვითარება და უსაფრთხოების ასპექტები, რომელიც აი ამასთან ახლავს. ეს ყველაფერი ჯდება აი ამ 78 რას ვთქვათ თავში კონსტიტუციის, ხო? და ამას მისდევს ქვეყანა უკვე 30 წელზე მეტია, ხო? რასაც ჩვენ პრინციპში უყურე და ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ, ისე როგორც საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო ბიზნესი არის მიჩვეული ამას. ეხლა როდესაც თქვენ ლაპარაკობთ იგივე ანაკლიაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, ხედვაზე და სტრატეგიაზე, რომელიც ვთქვათ ნატოს აქვს დღეს. ну, ახლა ეგ უკვე მეტნაკლებად კონკრეტდება დროთა განმავლობაში და მე არ დავეთანხმები იმ მოსაზრებებს, რომ ვთქვათ რუსეთს აქვს დომინანტის პოზიცია შავ ზღვაზე. რაღაც პერიოდი უკვე აღარა აქვს, ეს იყო ვთქვათ დაახლოებით 60-70 წლის განმავლობაში, მაგრამ იგივე თუ ჩვენ სტრატეგიულად გადავხედავთ ძალთა ბალანსს, ხო, ვთქვათ იგივე თურქეთის საზღვაო ძალების და რუსეთის საზღვაო ძალების შავ ზღვაზე, ну ეს ერთმანეთში ძალიან დიდი განსხვავება არის დღეს. მეორე მომენტი არის ის, რომ თურქეთს უკავია ეს სრუტეები, სადაც შეუძლია უბრალოდ რომ მოკვეთოს რუსეთის სხვა ფლოტების ვთქვათ შემოსვლა, როგორც ახლა ხდება უკრაინის გამო შავ ზღვაზე. ამიტომ მე ახლა დომინირებას ვერ, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ძალა და აი ეს ახალი სტრატეგია, რომელიც ლაპარაკი ნატოსი აი ამ შავი ზღვის არეალში ზუსტად იმას ისახავს მიზნად, რომ აი ეს გავლენა კიდევ უფრო შემცირდეს და შავ ზღვას რაც მთავარია და რაც ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენ, შავ ზღვას ნატოს წევრი ქვეყნები მოიაზრებენ როგორც ერთ დიდ დერეფანს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, რომელიც აკავშირებს, თქვათ, დიდ მსოფლიო რეგიონებს, თქვათ, აზიას და ევროპას და აი
ამისი უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ლაპარაკი არის კაბელებზე, ანუ წყალქვეშა კომუნიკაციებზე, რომელზეც არის უკვე სპეციალური ქვედანაყოფი შექმნილი თურქეთს, რუმინეთს და ბულგარეთს შორის. და ხა ანაკლიაზე როცა არის ლაპარაკი, მე არ მგონია რომ როდესმე იქ იქნება მუდმივ მოქმედი ბაზა, ამაზე ახლა ძალიან ფანტაზიებში არ უნდა გადავალთ, მაგრამ ანაკლიის სპორტი თუ ამუშავდა ისე როგორც ახლა დაგეგმილია, მაგას შეუძლია მეორადი როლი შეასრულოს, თქვათ მომარაგების როლი შეასრულოს და საყრდენი წერტილი იყოს, თქვათ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ასე თქვათ ფლანგზე ნატოსთვის, იმიტომ რომ აქეთკენ ნატოს ბაზა თურქეთსაც არ აქვს საზღვაო ბაზა, რომელსაც ეხლა აშენებენ რიზეს მიდამოებში, მაგრამ ამას რაღაც დრო დაჭირდება და ისიც მცირეა, იმიტომ რომ გეოგრაფიულად არის ძალიან მცირე. და ამიტომ აი ეს ყველაფერი არის დაკავშირებული და მულტივექტურულობა აქ უბრალოდ არ გამოვა ელემენტარულად, იმიტომ რომ ეს უკვე უნდა იყოს ცალსახა მიმართულება რაღაცისკენ და სადღაცკენ, რომ პარტნიორებმაც ზუსტად იცოდნენ სად ხედავს თვითონ ქვეყანა თავის თავს და რას უნდა ელოდონ ამ ქვეყანას. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უნდა იყოს პრედიქტიბული, ანუ პროგნოზირებადი, ხო, კაცრავად. პროგნოზირებადი ყველანაირად. ეს იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით და უსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, თუ შეიძლება ჩვენ ნუ დაგვაუწყდება, რომ 2/3 ჩვენი ტერიტორიული წყლების და სანაპიროზე არის ოკუპირებული. 2/3 310 კილომეტრიდან ჩვენ დაგჭა 100 კილომეტრი რეალურად, ხო? და ამ 100 კილომეტრის გამოყენება ჩვენ გვმართებს ძალიან ეფექტურად და აი ამ წყლების უსაფრთხოების ასე ვთქვათ, იმიტომ რომ წყლები არის ქვეყნის ტერიტორია, ჩვენ ესეც გვავიწყდება რატოღაც, ხო? მარტო ხმელეთი გონია რომ ეს საჭიროებს აბსოლუტურად ასე ვთქვათ უსაფრთხო ექსპლუატაციას და დაცვას. ამას ჩვენს გარეშე და ჩვენს გარდა ასე ვთქვათ და ჩვენი ინიციატივის გარეშე არავინ და ვერავინ ვერ გააკეთებს. და ესეც უნდა გვახსოვდეს. და ამ პროგნოზირებადობის ნაწილი არის ევროატლანტიკური ქოლგა. რა თქმა უნდა, ევროატლანტიკური ქოლგა, იმიტომ რომ მეცაც გეტყვით ახლა, როცა ლაპარაკი არის, რატომ არ მონაწილეობდა საქართველო, ახლა ეს პირველი არ არის, ხო, ეს რამოდენიმე ბოლო ნატოს შეხვედრებზე არის, სამიტებზე, თქვათ, იმ დიდ შეკრებაზე არ მონაწილეობ, მაგრამ გარდა ამისა, ჩანაწერიც არ არსებობს, უკვე რამოდენიმე ხანია იმაზე, რომ ჩვენ როდესმე მიგვიღებენ ალიანსში. კი ბატონო. ეს შეიძლება აი არაპროგნოზირებადობა და ნდობა. ის საკითხები, რომელიც განიხილება რაღაც დახურულ კარს მიღმა ალიანსის წევრებს შორის, ვთქვათ, ხო, ეს როცა ხარ დაპატიჟებული, ისე როგორც არის მაგალითად უკრაინა დაპატიჟებული, ხო? ეს იქიდან არ უნდა გავიდეს. ანუ ეს არის მაინც პირველ რიგში სამხედრო და მეორე რა თქმა უნდა პოლიტიკური ალიანსი და აი სამხედრო საკითხების განხილვა როცა რაღაცა ხდება და ასე შემდეგ ხო იქ იქიდან უნდა გავიდეს ხო აი ამიტომ არის მე მგონი რომ ალიანსში სხვათა შორის ესეც უნდა ითქვას რომ აი მე რამდენად ვიცი და რამდენად მქონდა ურთიერთობა საკმაოდ მაღალი ჩინის ოფიციალურ პირებთან თქვათ იგივე ბრიუსელში ხო არის რაღაც საკითხები, სადაც ვიღაცა წევრი ქვეყნებიდან თქვათ არესტრება. რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს იყო მაგალითად სადაზვერვო მონაცემების განხილვის დროს არ ეძახოდნენ უნგრელებს. და ასე შემდეგ. ანუ ეს სტრიქონებს შორის მეტის წაკითხვა არის შესაძლებელი, რატომ არ არის საქართველოს არის საკითხები, სადაც სხვას არ ეძახიან და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს მარტო ეხლა მე მაგალითები მომყავს და არა ეს არ არის რაღაც ისეთი რაღაცა, რომელიც არავინ არ იცის, ხო ეს ცნობილი ამბავი არის. მაგრამ ეს არის
ნდობა და პროგნოზირებადობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა. ზაზა, აი მოსახლეობის თვალითაც რო შევხედოთ, ხო, რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ მოსახლეობამ ლოგიკურად დაყო, ესე ვთქვათ, ევროინტეგრაცია. ხო, კვლევები ყოველ შემთხვევაში ამას აჩვენებს, რომ ევროკავშირს უფრო მეტად რაღაც ეკონომიკურ კეთილდღეობას უკავშირებს და ნატოს უკავშირებს, ესე ვთქვათ, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ასე შემდეგ. მაგრამ როგორ არის ეს განზომილებები ურთიერთდაკავშირებული ერთმანეთთან და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მათ შორის ანაკლის პორტის პროექტის კონტექსტში? გამარჯობა. ძალიან საინტერესო კითხვა. სანამ უშუალოდ მაგაზე გიპასუხებთ, ორ სიტყვას ვიტყვი თვითონ სამიძე, რადგანაც მე მგონი ყველასთვის, ვინც გულშემატკივრობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ზოგადად ნატოს როგორც ალიანსის წარმატებას, ძალიან კარგი შემთხვევაა, რომ ორი სიტყვა ვთქვათ ამ სამიძე, რადგანაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს იყო ძალიან კარგი სამიტი ნატოსთვის, ძალიან კარგი სამიტი ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის, ის რაღაც ხახუნის წერტილები, რომლებიც ბოლო თვეებში და ბოლო წლებში იყო თქვათ შეერთებულ შტატებს და ევროპელ მოკავშირეებს შორის მეტნაკლები ინტენსივობით ეს უთანხმოებები და სხვა ესეთი ცოტა პრობლემური სიტუაციები ამ სამიტზე გამოჩნდა ყოველ შემთხვევაში, რომ არის მინიმუმ ნაწილობრივ გადალახული და ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა და ეს იყო ძალიან კარგი სამიტი ასევე უკრაინისთვის. იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა უკრაინას როგორც ჩანს მისცემენ უახლოეს მომავალში მის ლიცენზიას, რათა მან ადგილობრივ საწარმოებში აწარმოოს ძალიან მნიშვნელოვანი შეიარაღების ტიპები, მათ შორის პეტრიოტის რაკეტები, რომლებიც ძალიან დიდ დეფიციტშია უკრაინაში და მოკლედ აი ესეთი კარგი შედეგები იყო, ახლა ბევრი ვარ გავაგზავნოთ, ერთსაც დავამატებ უბრალოდ რომ აი ითქვა თუ რამდენად მნიშვნელოვანი სამიტი იყო და ერთი საქართველოს ყოფნა არ ყოფნის ამბავი იყო იმ კუთხით ძალიან საყურადღებო, რომ თუ საქართველოს ჰქონდა რომელიმე სამიტზე ყოფნის შესაძლებლობა და ამის გაკეთება, ის იყო ერთ-ერთი ალბათ იყო თურქეთი, იმიტომ რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან დიდი ხნის გულშემატკივარი და მხარდამჭერი ნატოსში გაწევრიანების, ძალიან აქტიური, კიდევ არის რუმინეთი, კიდე რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ აი ესეთი ტრადიციული ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს და დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებლობა იქნებოდა, რა თქმა უნდა, იმ კონტექსტის, ის კონტექსტი რო არ იყოს ახლა, რომელზეც თქვენ დასვით კითხვა და აი გადავალ ეს დაბალანსდა მოკავშირეები ანკარაში ამ სამიტზე საქართველოს ცალკე მოვლენა, რა თქმა უნდა, იქ ყოფნა არ ყოფნას ჯობია, თუმცა შესაძლებლობა მას პინძლიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კარგი იყო იმისთვის, რომ ცოტა უფრო მეტად გამოჩენილი იყო იქ საქართველოს, მაგრამ აი გადავალ თქვენს შეკითხვაზე იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც აი ეს კითხვა ისმევა, რა თქმა უნდა, ეს არ არის განსაკვირი და უკვე ითქვა ამ ყველაფერზე, აღარ გავაგზავნებ ამაზე საუბარს. შემთხვევითი არ არის ჩვენი საზოგადოების ასეთი მიდგომა, რომელიც ჩანს სტატისტიკურ მონაცემებში ნატოს და ევროკავშირის შორის, რა თქმა უნდა, ეს არის დაკავშირებული და ინფორმირებულობის დონესთან სავარაუდოდ და მე ძალიან მიხარია, რომ ეს ინფორმირებულობის დონე აჩვენებს, რომ ის თქვა ძირითადი მიმართულებები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა უმიზნებს ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, სწორად არის ასახული ამ გამოკითხვებში. რა თქმა უნდა, არის გარკვეულწილად გადაფარვა ამ ორ ფაქტორს შორის, რომელიც არის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული და დიდი მადლობა, რომ ჩვენი კვლევა გაიხსენეთ. ეს ძალიან კარგად ჩანს, თუ და ძალიან, ასე ვთქვათ, ზედაპირზეა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ნატოში გაწევრიანება ამ შემთხვევაში, როგორც უსაფრთხოების ფაქტორი ეკონომიკური განვითარებისთვის და უამრავი ქვეყანა და რამდენიმე მაგალითი ნათქვამიც იყო, განსაკუთრებით ჩვენთვის თვალსაჩინო იქნება ალბათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც აი ამ უსაფრთხოების ქოლგამ, რომელზეც თქვენ საუბრობდით, განაპირობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა და ასე შემდეგ. არ არის რთული იმის მიხედვით, თუ რატომ ხდება ეს, ერთ-ერთი საკვანძო კრიტერიუმი, რომელსაც მსხვილი ინვესტორები განიხილავენ, ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებისას, რა თქმა უნდა, არის უსაფრთხოება, კანონის უზენაესობასთან და სხვა ფაქტორებთან ერთად. ამიტომ საქართველოსთვის ეს ძალიან
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავია, გარდა იმისა, რომ უშუალოდ ეხება ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენი, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური მდგომარეობა თუ რამდენად რთულია ხა, ძალიან კარგად ვიცით, აღარ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს ალბათ, მაგრამ აი ამ კონტექსტში რომ ჩავამატოთ უბრალოდ ანაკლიის თემა, რაზეც იყო გარკვეულწილად საუბარი, ხო? აი ეს ძალიან კარგად აჩვენებს თუ რამდენად არაპროდუქტიულია ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა მხოლოდ ეკონომიკურ ან მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში. რა თქმა უნდა, ასეთი ისევ და ისევ საქართველოს მასშტაბში გასაგებია რომ ეს ანაკლიის პორტი სოფლიო მასშტაბში ახალი სიტყვა არ იქნება პორტებს შორის, მაგრამ საქართველოს მასშტაბში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და რეგიონულ მასშტაბშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში ამ პროექტის განხილვა მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში, ან მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, ან იმის თქმა, რომ ამ კომპონენტიდან რომელიმე მოიკოჭლებს ან არა და ამის გამო შეიძლება ამ პროექტის მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. არ ამგონია რომ სწორი იყოს, იმიტომ რომ იყო მოყვანილი იგივე ბაქო-ჯეიჰანის მაგალითი, როცა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და გაუარესებულ უსაფრთხოებაში შენდებოდა ეს პროექტები და არაერთი იყო ასეთი. და რა ვიცი, ახლა ცოტა უფრო შორს რო წავიდეთ ისტორიაშიც, მხოლოდ ეკონომიკური კომპონენტი რო ყოფილიყო გადამწყვეტი, ნიკო ნიკოლაძე არც ფოთის პორტს ააშენებდა, ხო მაშინ? ანუ ცოტა ძალიან შორს უნდა გავიხედოთ. ეს ფოთის სპორტმა მე ხა აღარ არის ხო საჭირო ახსნათ რა როლი ითამაშა და თამაშობს დამოუკიდებელ საქართველოში. ამიტომ ცოტა უფრო შორს უნდა გავიხედოთ და შორს თუ გავიხედოთ დავინახოთ თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის გადაწყვეტა. ძალიან მიხარია რომ არ იკლებს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის განსაკუთრებით იმის ფონზე თუ რა კონტექსტშიც ცხოვრობთ ახლა ჩვენ ყველანი და რა ვიცი მე იმედი მაქვს რომ აი ეს მნიშვნელოვანი ამბები რომლებსაც ახლა განვიხილავთ უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან და რა ვიცი შემდეგი სამიტი სად იქნება არ ვიცი მაგრამ აუცილებელია ყველანაირად რომ საქართველოს დაბრუნდეს როგორც რიტორიკის კუთხიდან დაწყებული ასევე ფიზიკური იყოფნით დამთავრებული აი ამ ორბიტაზე, რომელიც არის საუკეთესო გამოსავალი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გადასაცვლელად. მადლობა. ვანო, ისევ თქვენთან ბრუნდები, კითხვით, აი ამ მშვიდობის ნარატივში, ესე ვთქვათ, ამ აბაომიგინდას ნარატივში, რაც არჩეული აქვს ქართულ ოცნებას, როგორც ესე ვთქვათ, რაღაც ძირითადი ფუნდამენტი თუ როგორი კომუნიკაცია აქვს მას ამ მომრჩეველთან ზოგადად, ხო? აი აქ ვთქვათ, ნატო კომპონენტი ალბათ ცალსახად უფრო მომენტად ვერ ჯდება ამ ნარატივში, ვიდრე ვთქვათ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულება, ხო? აი აქ რუსეთის ფაქტორი როგორი არის და რა ფაქტორად ნარჩუნდება რუსეთი, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის კონტექსტშიც, ვთქვათ მას შემდეგ, რაც აი ახლა ეს გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ გადასახადების დამხდელები ავაშენებთ მთლიანად ამ პროექტს და მესამე PPP მოდელს დავნერგავთ, ესე ვთქვათ, ან ყოველ შემთხვევაში შევეცდებით რომ დავნერგოთ, რასაც ეს ლენდლორდის მოდელი ჰქვია. ელენ, იცით, მე სიმართლე გითხრათ, ცოტა უსარგებლო მიმაჩნია იმ ძველ პარადიგმებით საუბარი ნატოზე რომელიც უკრაინის ომამდე და შემდგომ უკვე ტრამპის მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამე გამოჩნდა რეალურად გარანტია თვითონ ნატოს აქვს სერიოზული პრობლემები შეგნით. ეს სამიტი მესმის გარკვეულწილად წარმატებული რჩება წამოუჩინოთ, მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემებია შეგნით. თავარი კითხვა ამერიკის შეერთებული შტატები იმის შემდეგ რაც პრეზიდენტი ტრამპი იქნა არჩეული არის თუ არა მეხუთე მუხთან დაკავშირებით აიგოს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში თუ რეალურად მოხდება აგრესია რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებზე. ანუ იქ უამრავი თემები არის ჯერ კიდევ შეგდა მოუწესრიგებელი იქნება ეს პროცენტული მონაწილეობა, ხარჯები, მოკავშირეებს შორის დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ესპანეთი, იტალია, ირანიდან გამომდინარე ანუ იცით როგორი თემაა რატო ყვებია ამ ყველაფერს რა ფაქტობრივად ხაზი გაესვა ამ თვალსაზრისით სწორედ ანკარაში ჩატარება
ამ სამიტის ხაზი გაეშვა, რომ უფრო მნიშვნელოვანი ის არის სამხედრო ალიანსი, ვიდრე ასე ვთქვათ, ფასეულობებზე და პოლიტიკურ ასე ვთქვათ გამოვნებაზე დამყარებული, იმიტომ რომ რეალურად თურქეთს აქვს ის პრობლემები შიდა პოლიტიკური დემოკრატიასთან, კანონმდებლობის ზრდასრებასთან თუ ოპოზიციასთან თუ თავის სიტყვის თავისუფლებასთან, რომელიც უკრაინას მიაჩნიათ, რომ არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ისე რომ თერიქ ნატოს სამიტებზე პრეზიდენტ ერდოღანი არც კი დაპატიჟეს, მაგრამ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ არ ყოფილიყო თურქეთი და არ ყოფილიყო ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნა, ის საერთოდ არც აპირებდა სამიტში მონაწილეობას. ამიტომ იცით, აქ ამ თვალსაზრისით ზედმეტ გაიდეალიზაცია სიტუაციის, რაც არის ჩვენს გარშემო, არ არის იდეალური სიტუაცია, არ არის 20-20-მდე სიტუაცია. უკრაინამ ყველაფერი შეცვალა, ევროპული უსაფრთხოება ფაქტობრივად თავდაპირად დადგა, ძალიან ბევრი პრობლემა გამოჩნდა და ამით რა თქმა უნდა ქართული ოცნება სარგებლობს თავის ნარატივის განვითარებაში, რომ ამბობს, რომ თავის ამჩეულ წევნებს მოდი რა ჯერ თვითონ დაალაგდნენ, მოდით რეალურად ვილაპარაკოთ. ხო, ჯაკოთ გარკვეული ხალხი არის ამ საქმეში თქვენ სტუმრები და რეალურად მეაჩნიათ, რომ აი ეს ვითარება მათ საშუალებას აძლევს, რომ უთხრას არ არის დაალაგებული სიტუაცია, არ ჭირდება ჩვენ ამ უსაფრთხოების გარემოში შესვლა, ჩვენი ესე ვთქვათ ხატას კრაიუ, როგორც იტყვიან ხოლმე რუსები, ცალკე მოდით ჩავერევით ამ ყველაფერში, აი რო დაალაგდებიან, მე აი კიდევ ვილაპარაკებთ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ ესე ვთქვათ იმათ თუ ქონდათ მიდგომა ნატოს კარიგია ამ შემთხვევაში ქართული ოცნება ეუბნება ნატოს და ევროკავშირს, რომ ჩვენი კარიგია გააჩნია რა პირობებით ჩვენ დავილაპარაკებთ და ჩვენ ადრეც გქონდა ამაზე საუბარი თქვენ ერთ წინა გადაცემაში ნატოსთან დაკავშირებით. ყველაფერს არასწორად აკეთებდნენ პირველი დღიდან ამ ნაკლის განვითარების, იმიტომ რომ თავარი კომპონენტი თუ ვის ფლობელობაშია და ვის შეუძლია რომ რეალურად თუ საჭიროება ექნება ამას მიეცეს სამხედრო სტრატეგიული ლოჯისტიკური თუ მომარაგების თუ სხვა მიმართულების ესე ვთქვათ ასპექტი ამ თვალსაზრისით სწორედ აი საუბრობდი ჩვენ რაღაც პაკეტების სახით უნდა შეთავაზოს ხელისუფლებამ რას აპირებს და ნუ მე ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით სწორედ იმ ვიზიტების შემდეგ რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მთელი რიგი კომუნიკაციებიდან გამომდინარე თქვენ კადრებშიც აჩვენეთ რომ ეკონომიკის მინისტრის გარდა იყო თავდაცვის მინისტრი ასევე ანაკლის პორტის დათვალიერებაზე ფაქტობრივად ეს სახელმწიფოს ფლობელობა მიწის თუ პორტის და ასე შემდეგ საშუალებას იძლევა რომ არ იყოს ეს როგორც მაგალითად ფოჩი არის რომ დამოკიდებულია მარხზე შეუშვებს თუ არ შეუშვებს სამხედრო დანიშნულების გემს იმიტომ რომ ეს შემთხვევა გარკვეულწილად მოდი ვთქვათ იყო რომ არის ხონდა რაღაც გარკვეული რეზერვაციები ამ თემასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთად თურქეთთან საუბარი იმიტომ რომ თქვენმა სტუმრებმა სწორად აღნიშნა რომ თურქეთის შეიძლება რუსეთის დომინაცია აღარ არის ესეთი ამ უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ თურქეთის ოფიციალურ დოკუმენტებში ეს თურქეთის შიდა ზღვად მოიხსენება, ზღვადაც კი არ მოიხსენება თუ კარგად დააკვირდებით განმარტებას და ფაქტობრივად ის არ დაუშვებს მის გარეშე რაღაც ტიპის განვითარებას, იქნება ეს სამხედრო გეოპოლიტიკური თუ სავაჭრო, მათ შორის უნდა მიცეს ნებართვა რომ ზომის გემები, რომლებიც ანაკლიაზე არის გათვლილი, რომ გავიდეს თურქეთის წყლებში და ასევე არის რუმინეთი კონსტანტას პორტით, რომელიც ასევე ცდილობს განავითაროს ნატოს ინფრასტრუქტურა და ამიტომ ეს მოვლენები ჩვენ და დამოუკიდებლად მიმდინარეობს ზოგადად ეს მიდგომა რომ რა თქმა უნდა საქართველოს მზად უნდა იყოს და ორიენტირებული უნდა იყოს და ფიქრობდეს ამაზე რომ როგორ შეიძლება მონაწილე გახდეს კონტრიბუტორი ევროპული შავი ზღვის უსაფრთხოების რომ მიიღოს ის ნაწილი უსაფრთხოებისა რომელიც ბაქო-თბილისი ჯეიხანი იყო ნახსენები სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს მიიღო ის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები რომელიც აქვს დღემდე მუშაობს და ამაზე უნდა ფიქრობდეს ქვეყნის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკური თუ სხვა ბიზნეს წარმომადგენლები რასაც ქვეს სახელმწიფოებრივი აზროვნება რამდენად ეს ყველაფერი ერთად იყო შემიძლია გითხრათ რომ არ იყო რამდენად ეხლა აი ამ განცხადების შემდეგ და აი ამ მოდელის შეცვლის შემდეგ და აი ამ ამერიკელების ჩართულობის და ბიზნეს სურვილის რომ დაალაგდეს ტრამპთან რამე ფორმით და ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან კონკრეტულად აქვს შემონათვალი თუ რა ჭირდება ამას ყველაფერს რომ დაალაგდეს ურთიერთობები
და ნუ ცალსახად ხედავ რომ ტრამპისთვის ეს დემოკრატიული ადამიანის უფლებების და განსაკუთრებულად პირველ ადგილზე ადგას და უნდათ რომ აი ამ ეკონომიკური უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით აჩვენონ რომ რაღაცა ესე ვთქვათ დინამიკა არსებობს. ახლა რა იქნება ამას მე მგონი დრო აჩვენებს, მაგრამ ფაქტია ძალიან ფაქტი მნიშვნელოვანია. სამიტი ჩატარდა თურქეთში, ხაზი გაეცვა თურქეთის მნიშვნელობას, რეგიონის მნიშვნელობას, თურქეთს საქართველოს მიაჩნია მნიშვნელოვნად რომ არ აღმოჩნდეს მხოლოდ რუსეთის გავლენის ქვეშ, აზერბაიჯანის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სომხეთის ფაქტორი შემოვიდა, რეგიონალური უსაფრთხოება და ამდენად საქართველოს სწორად ითამაშებს, იმიტომ რომ დღეს საქართველოს არანაირი უსაფრთხოების გარანტიები თუ პარტნიორი, რაც მაგალითად აზერბაიჯანს ყავს სტრატეგიული პარტნიორი თურქეთის სახით, ან სხვა უბრალოდ არ აკავს, ეს არ არის მულტივექტორული პოლიტიკა, მე ადრეც ვისაუბრე ამაზე, ეს დაბალანსება მულტივექტორული არის, როცა არსებობს რაღაც მხარეები და აქ ფაქტობრივად საქართველოს სრულად ამოაგდო საკუთარი თავი დასავლური უსაფრთხოების სტრუქტურებიდან და ვერაფრითაც ვერ აბალანსებს, ვერ ესე ვთქვათ მულტივექტორული არის თვითონ ერთი ვექტორის მიმართულებით, რასაც ქვია ეს პოსტსაბჭოური მიმართულება, რუსეთის მიმართულება და შესაბამისად აქ რა თქმა უნდა არის სერიოზული ცვლილებების შესატანი და თუ ეხა აღმოჩნდება რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების ვიზიტი და კომუნიკაცია მასთან დაკავშირებით რომ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ რომ დაბრუნდეს ამ მიმართულებით რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა ნატოს ფორმატი იქნება ეს ორხრივი ფორმატი იქნება ევროკავშირის ფორმატი თუ რეგიონალური ფორმატი იქნება ეს ტრამპის კორიდორი თუ შუა კორიდორი აი აქ უნდა დავაკვირდეთ რეალურად როგორც ბიზნესი როგორ იქნება ამ თვალსაზრისით ჩართული პოლიტიკური ფინანსური თუ გეოპოლიტიკური ხედვა როგორ ჩამოყალიბდება. ამიტომ მე ამას დავამატებ. გიორგი, ნებისმიერ შემთხვევაში აი იმ სირთულეების მიუხედავად, რაზეც ახლა აქცენტი გააკეთა ვანომ და ცხადია, ჩვენც ახლა ვაკვირდებით ხომ, რომ ეს სირთულეები ნამდვილად არსებობს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აი საქართველოს კონტექსტი რო ავიღოთ, უსაფრთხოების და მართლობის ხარისხის მნიშვნელობა იზრდება თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ლაპარაკი გვაქვს იმაზე, რომ 100%-ის წილის მფლობელი იქნება ანაკრიის სპორტის პროექტში სახელმწიფო და ვთქვათ, ყველა კერძო ინვესტორი, რომელიც შემოვა ამ პროექტში, პრაქტიკულად მან საკუთარ თავზე უნდა აიღოს საკმაოდ დიდი რისკები და ვთქვათ, მფლობელობაშიც მას ვთქვათ, წილი არ უნდა ჰქონდეს, ხო? იცით რა არის ეს საერთოდ მე მომხრევა რომ ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები თქვათ ანაკლია მომავალში ღმერთმაქნას რომ აღდგეს თქვათ ხუდონგესის და თქვათ იგივე ნამახვანის მშენებლობა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი უნდა განხორციელებული იქნას სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ ან სახელმწიფოს მიერ ну შეიძლება თქვათ სესხები აიღო მაგრამ ეს ხომ მომგებიანი კომერციული ასე ვთქვათ კომერციულად მომგებიანი პროექტებია მომავლისთვის ხო ეს ყველაფერი გათვლადია და დათვლადია ეს ერთი ასპექტი არის ამისი. მეორე თქვენ რაც ბრძანეთ, კი, ამას პასუხისგებლობა მოყვება, რა თქმა უნდა, ბიზნესის თვალსაზრისით, იმათ მიმართ, ვინც თქვათ, ჩადებს კი არა, თქვათ, იჯარით აიღებს რაღაც პორტის ნაწილებს და ასე შემდეგ, ანუ რაღაც ნაგებობებს იქა. მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა დაგვაუწყდეს, რომ უფრო მეტი, მულტიპლიკაციურად უფრო მეტი შემოსავალი დარჩება საქართველოს პორტის მოქმედებიდან. ანუ ამუშავების მერე. აქედან გამომდინარე ეს იმ შემთხვევაში თუ თქვათ არ განმეორდება მაგალითად ნამახვანის შემთხვევაში რაც მოვიდა საქართველოს, როდესაც არბიტრაჟში პირიქით წააგო, ანუ არც პროექტი შერჩა ხელში და ძალიან ბევრი ასეული მინიმუმ დოლარი მაგრამ ნამახვანის შემთხვევაში ჩემი აზრით სტრატეგიული შეცდომა იყო ის, რომ მთავრობამაც, ინვესტორმაც და ზოგადად აი ამ თქვათ პროექტ ის ინიციატორებმა ხო არ განახორციელეს ანუ სათანადო ასე ვთქვათ კომუნიკაციური ასე ვთქვათ
კამპანია იმ მოსახლეობასთან, ვისაც ეს ეხება. კი, რა თქმა უნდა, ანუ ყველა დიდი პროექტის შემთხვევაში თავისი მიზეზები იქნება, მაგრამ ჯამში რო შევხედოთ, აი ზუსტად მართლობაზე, ამიტომ ვაკეთებ. ანაკლიას რაც ეხება, კარგი რაც არის, იმდენი ხანია ამაზე მიდის ლაპარაკი და იმდენად მოსახლეობაში არის მოლოდინი იმისა, რომ ეს უნდა იყოს წარმატებული და ეს უნდა იყოს თქვათ რაღაცა კარგის მომტანი ქვეყნისთვის სხვადასხვა მიმართულებით იმაზე, რასაც ჩვენ დღეს ვაპარაკობთ, ხო? ანუ ამაზე უარყოფითი, ასე ვთქვათ, განცდები ხალხში არ არის. მეორეს მხრივ, ხო, თქვენ მართალი ბრძანეთ იმისათვის, რომ აი ესეთი პროექტი და მე რეპორტი ეს კარგად რომ მართო, ამისთვის სჭირდება პროფესიონალები. ეს შეიძლება იყოს დაქირავებული უცხოელები. ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს საქართველოს მოქალაქე იქნება თუ ინგლისელი, ხო? მაგრამ აქ მთავარია ის არის, რომ ის უცხოელი ვინც იქნება დაქირავებული, ის იქნება დაქირავებული და საქართველოს სახელმწიფოზე იმუშავებს. ნუ აი ბევრი სქემა არსებობს იმისათვის, რომ მინიმიზაცია მოხდეს იმ რისკების, რომელზეც თქვენ მართებულად მიუთითებთ, მაგრამ ამამდე კიდე უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ, კი, სახელმწიფო მაიღო ვალდებულება, რომ ააშენოს სპორტი ახლა, ხო? განცხადება ვნახეთ ამ კვირას, მაგრამ რამდენად სწრაფად მოხდება ეს, რამდენად ეფექტურად იქნება აი ეს მთელი პროცესი განვითარებული სახელმწიფოს ხელში, აი ამასაც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. 2029 წელი რეალისტური თარიღია. რეალისტური არის თუ აი ასე ვთქვათ შესაბამის გეგმას მიყვნენ და ვთქვათ ის გააკეთეს დროულად, აშენდეს ვთქვათ საფუძვლები ვთქვათ პორტის და ასე შემდეგ და მე განვითარდეს ვთქვათ იგივე პარალელურად მისასვლელი გზები, საავტომობილო სარკინიგზო კვანძები და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს და ჩვენ ამას ვნახავთ, იმიტომ რომ ეს საქართველოსთვის მართლა ძალიან დიდი მასშტაბის მშენებლობა არის და ნუ ამას ახლა ვერ გავექცევით, ჩვენ ამას ყველაფერს თვალს მივადევნებთ. აუცილებლად. დიდი მადლობა და ზაზა, თქვენ შეგაჯამებინებთ გადაცემას, აი რეალურად ცოტა ესე რომ დავსვათ კითხვა, აი ეხლა აი ამ მოცემულობაში, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, თქვათ, აი რა გვჭირდება უსაფრთხოებისთვის და რა გვჭირდება განვითარებისთვის? ძალიან ისეთი მასშტაბური კითხვაა, მაგრამ შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი. რა თქმა უნდა, ამისთვის ყოველთვის რაღაც არის საჭირო, მაგრამ დღეს რა მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანაა, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ძალისხმევაა იმისთვის გასაწევი, რომ საქართველოს მდგომარეობა გამოსწორდეს როგორც უსაფრთხოების კუთხით და სხვა ბევრი კუთხით, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. აი ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ანაკლიის პროექტზე. 16 წელია უკვე ამ პროექტზე მიდის საუბარი, ხო? ხან ერთი ფორმით, ხან მეორე ფორმით, ხან იმით ფორმით. ამ კონტექსტში ხა მაგალითად ეს მაგალითი რო ავიღოთ, მე პირადად ვერ ვიტყოდი რომ ამჯერად ხედავ რაღაც ამის განხორციელების რაღაც განსაკუთრებულ წინაპირობებს, ხო? ასევე თივე დამაჯერებლობით, ასეთივე ხმამაღალი განცხადებები იყო გამოცხადებული წინა პროექტები, წინა მოდელები ამ პორტის განვითარების, მაგრამ ისე მოხდა და ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა, ხო? ამიტომ მე არ ვიცი ხა რამდენად არ ვიცი რეალურია და საჭირო რაღაც განსაკუთრებულ იმაში კომპონენტებში შექმნა ხა ამ მოდელის თქვათ რომელიც არის ეს მოდელი არსებობს სოფლიოში უამრავად მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არის გასათვალისწინებელი ის თუ როგორ იმართება ეს მოდელი ნებისმიერი მოდელის მართვა შეიძლება ან კარგად ან ცუდად ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ის მოდელი რომელიც ადრე იყო საერთაშორისო კონსორციუმის მაგალითად ის იყო ცუდი ეს უკეთ ყველას თავისი პლუსები და მინუსები აქვს უბრალოდ როგორ მართავ რომ ამ ხრივ გარკვეული მოსაზრებები არსებობს რა თქმა უნდა მაგრამ ზოგადად ხო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ უკვე დიდი ხანია ამ შემთხვევაში იმის თქვათ არ ვიცი ამის ფუფუნება არასდროს არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის რაღაცა შთაბეჭდილება და წარმოდგენა იმაზე რომ შეიძლება რაღაც ალტერნატიული
რამოსაზრებით და ეს უკვე კიდე ცალკე რატო უნდა იყოს ეს საჭირო ცალკე თემაა, მაგრამ აი რაღაცა ალტერნატიული გზების ძიება, მულტივექტორულ პოლიტიკაზე საუბარი, საქართველოს შემთხვევაში ზოგადად აღინიშნა და აიხსნა კიდევაც თუ რას წარმოადგენს ეს პოლიტიკა და გასაგებია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში აი ძალიან რთულია იმ კონფიგურაციის, იმ მდგომარეობის წარმოქმნა, რომელშიც დასავლეთზე ორიენტაციის გარდა ჩვენს ქვეყანას ექნება ან ეკონომიკური, ან უსაფრთხოების კუთხით რაიმე წარმატების იმედი. არ არსებობს უბრალოდ ასეთი ამბავი, აქ ხა აღინიშნა რამდენიმე პარალელური პროექტი, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს უკვე გვერდისავლით და ამ კონტექსტშიც ამანაკლიის სპორტის გამოცოცხლება უკვე შეიძლება გარკვეულწილად დაგვიანებულიც იყოს, იმიტომ რომ დინამიკა ვერ ვიტყვით რომ დადებითია საქართველოს მიმართ. იყო ტრამპის და შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან სერიოზული ჩართულობა საქართველოს ალტერნატიულ მარშრუტში. ერთი კვირის წინ იგივე გზა გაიმეორა ევროკავშირმა, როცა ჩავიდა უმაღლეს დონეზე ვიზიტი ბაქოსა და ერევანში. გამოცხადებული იყო სერიოზული ინვესტიციები და სხვა რესურსების დაბანდება ამ საქმეში. ანუ დინამიკა ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს ასე ვთქვათ, თუ წინააღმდეგ არა, საქართველოს სასარგებლოდ არ მოქმედებს. კურსის დაბრუნება არის ცალსახა პასუხი. ყველაფერს აქვს თავის დრო და ფანჯარა. ხა გასაგებია რომ ეს სპორტი უნდა აშენდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ის ვერავუალთ ეს უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე სერიოზული ფანჯარა, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ სპორტის და ზოგადად საქართველოს დამკვიდრებას და სულ სხვა მდგომარეობაში წარდგებოდა ამ ნატოს სამიტზე თურქეთში მაგალითად ასეთი ფანჯარა ხელიდან იყო გაშვებული სამწუხაროდ რამდენიმე. მომავალში რა იქნება მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. მადლობა. ზაზა შენგელიას, ვანო მაჭავარიანს, გიორგი კაჭარავას უსმენდით პირდაპირ ეთერში. მადლობა მათ. მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ. შევხვდებით ერთმანეთს უკვე 4 შაბათს დროებით.